წიხლებს ნუ გვიჟღავთ, თორემ ისე წიხლს გამოვიქნევთ აქედან, რომ ფეხზე ვერ დადგებით ვერც ერთი. ვერც ერთი. წელიწად ნახევარია მე იშვიათად ვისარგებლე ამ მიკროფონით და მგონი ზოგიერთს გონია რომ ან ენა დამრჩა სახლში. ან ისა რა ქვია, ხმალი დამიბლაგდა, ან კიდევ რაღაცა მჭირს. თქვენ მე მართლა თვალში ხوار გეპატარავებით, პირდაპირ მნიშვნელობით არ გეკითხებით. ხნეშა არშველის ამას სამწუხაროდ ცოტა მეტი წიგნის წაკითხვა საჭირო, მათ შორის იურისპრუდენციაში. აქ არა ვართ სტუდენტურ თვითმმართველობაში, ბატონო გიორგი. ცოტა უფრო მეტი ასაკი გაქვთ დღეს და უფრო მეტი სერიოზულობა გმართებთ. მე მინდა ყველა პოლიციელს მიმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც და ასეთია 99 და მეტი პროცენტი კანონის დაცვით გვიცავს და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, ვინც არ უნდა ვიყოთ და მოუწოდო სიფრთხილისკენ. თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ მათი აზრით. იმიტომ რომ გუშინდელი დაფთაბები ამას რომ გაუხარდათ რაც მოხდა, საზარელი სანახაო იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს სადაც ბრძანდებიან უსაყვედურო. თქვენ აი ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს.